ამერიკა საქართველოს ურთიერთობაში თითქოს და ჩიხური მდგომარეობაა. ისინი საერთოდ არც ერთ კონტექსტში არ ახსენებენ საქართველოს. მაშინაც კი, როდესაც კავკასიაში ჩამოსულია სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლობა და მაღალი რანგის შეხვედრები ხდება, აი იმ შემთხვევაშიც კი საქართველო არ არის ნახსენები, არათუ საქართველოში ჩამოსულ იყოს მათი წარმომადგენელი და საქართველოს ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებასთან მათ რაიმე სახით კომუნიკაცია დაემყარებინოთ. მაშინ, როცა აზერბაიჯანში და სომხეთში სტრატეგიული ხელშეკრულება გაფორმდა ამერიკასა და ბაქოს, ამერიკასა და ერევანს შორის, თბილისში ამ მოღალატე ხელისუფლებამ თბილისის ანძა გაანათა ირანის რევოლუციური რესპუბლიკის დროშის ფერებში. ეს ეძღვნებოდა 47 წლის რევოლუციის აღნიშვნას. ამასთანავე, ბიძინა ივანიშვილის სასტუმრო პარაგრაფში გაიმართა ირანის რეჟიმის აღსანიშნავი საღამო, სადაც საქართველოს წარმომადგენლები ბოჭორიშვილის მოადგილე, ეგრეთ წოდებული საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ესწრებოდა აი ამ შეხვედრას და ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე. მაშინ, როცა უმნიშვნელოვანესი თანამშრომლობა გაფორმდა აზერბაიჯანსა და ამერიკას და სომხეთსა და ამერიკას შორის, თბილისში აი ასეთი ანტიამერიკული, ანტიისრაელური კამპანია მიმდინარეობდა. გარდა ამისა, მაშინ, როცა ირანის დიქტატორული რეჟიმი ხრეტდა ადამიანებს და მინიმუმ 30,000 კაცია მოკლული ბოლო აქციებზე, საქართველოს ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას ხმა არ ამოუღია ამაზე. ამას გარდა მათ დაბარებული ჰყავდათ ახლახანს მამუკა მდინარაძე და თუ მეტყვით ერთ შემთხვევას, როდესაც სხვა ქვეყნის უშიშროების საბჭოს მდივანი მიყავთ ამერიკაში და იქ რაღაც შეხვედრები იმართება, არაოფიციალური მით უმეტეს. მაშინ კი ბატონო, იმ თეორიას არ ჩავებღაუჭები, რომლის თანახმადაც არის ორი ვარიანტი. ერთი ის, რომ მამუკა მდინარაძეს უთხრეს, რომ ჩემოდნები უნდა ჩაალაგონ და ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს ცივილურად, რომ აქ სისხლი არ დაიღვაროს და მეორე ვარიანტი, რომ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი თავადვე უნდა დაამხონ. სხვა ვარიანტი აქ არ განიხილება, იმიტომ რომ არაოფიციალურ შეხვედრაზე, სადაც ასევე იმედი პოსტივი და რუსთავიორი ხმას არ იღებენ და შესაბამისად მათ არაფერი არ აქვთ საზოგადოებასთან საამაყო და საპიარო და რჩება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს ამიტომ მოხდა. რაც შეეხება 1 წლის წინ ირაკლი კობახიძის სტუმრობას თეირანში და იქაურ პარლამენტში გამოსვლას, რომ მთელი მსოფლიოს დიქტატორები იქ იმყოფებოდნენ და მაღალ ხმაზე გაჰკიოდნენ სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს და აი ამაზე კობახიძე ტარს უკრავდა. რა თქმა უნდა, აი ეს მდგომარეობა ამერიკისთვის და ისრაელისთვის შეუმჩნეველი არ არის, მათი უშიშროება და მათი ხელისუფლების წარმომადგენლობა გამადიდებელი შუშით აკვირდება მდგომარეობას და რაც 1 წლის წინ მოხდა, რაც ახლა მოხდა, რომ ირანის დროშის ფერებში განათდა თბილისის ანძა და ამ დროს ამერიკის მაღალი თანამდებობის პირები იმყოფებოდნენ ერევანში და ბაქოში, ამას არავინ არ აპატიებს ამ ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას. და თუ კი ამერიკა ემზადება ირანში შეჭრისთვის და ფართო მასშტაბიანი სპეცოპერაციისთვის, დარწმუნებულები იყავით, რომ რეგიონში არსებული პრო-ირანული ძალები, რომლებიც მათ ხელს უწყობენ, მათ ნავთობს ასაღებენ, მათთან ბიზნესში აქტიურად არიან ჩართულები და ასევე საჰაერო სივრცეს უთმობენ რუსეთსა და ირანს და ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, ლოგიკური შედეგი მოხვება. არ არის გამორიცხული, რომ ირანის აიათოლების რეჟიმთან ერთად მიაყოლონ საქართველოს ბიძინა თოლების რეჟიმიც.